თქვენ უყურებთ კურიერს 9 საათზე. თანამედროვე საავადმყოფოთი და სამედიცინო მომსახურებით ყვარლის მოსახლეობაც ისარგებლებს 30 საწოლიან კლინიკას 120 კაციანი მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალი მოემსახურება. ეს უკვე 29 სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც ბოლო რამდენიმე თვეში საქართველოში გაიხსნა. პრეზიდენტის ასეთი შეფასება ყვარლის მრავალფუნქციურმა საავადმყოფომ დაიმსახურა. 32 ადგილზე გათვლილი სამედიცინო დაწესებულება სადაზღვეო კომპანია იმედიელმა უმოკლეს ვადაში ააშენა. საავადმყოფო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია და უახლესი ტექნიკითაა აღჭურვილი. 120 ადამიანი არის დასაქმებული ამ კლინიკაში. კადრების გადამზადება პერმანენტული პროცესი არის და მიმდინარეობს მუდმივად. ინვესტიციის ოდენობა, რომელიც იმედიელმა გაიღო ამ საავადმყოფოს აშენებისთვის, გახლავთ 4 მილიონ ლარზე მეტი. ახლად გახსნილი საავადმყოფო პრეზიდენტმა პირადად დაათვალიერა. მიხეილ სააკაშვილმა ყვარლის სამედიცინო დაწესებულებაში დაბადებული ახალშობილებიც მოინახულა და მათ საჩუქრები გადასცა. კლინიკის დათვალიერებამდე მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოსთან შეკრებილ მოსახლეობას შეხვდა და სიტყვით მიმართა. რამდენიმე თვეში საერთოდ ვერ ვიცნობთ ყვარელს და აქაურობას, ხო, ბევრი რაღაცა იცნობა. იმიტომ რომ ვიწყებთ ძალიან დიდ განახლების პროცესს მთლიანად კახეთში, როგორც უნდა უჭირდეს ჩვენ ქვეყანას, ასობით მილიონის ხარჯვას ვიწყებთ სწორედ იმისათვის, რომ აქაურობა იყოს ბევრად უკეთესი. იგივე საავადმყოფოების თემა. ეხლა ძალიან ბევრ ხშირად ისა ხო საავადმყოფოები რა გაგვჭა მამან თავის საავადმყოფოებით. და ყველაფერი ჯდებოდა 5-ჯერ 6-ჯერ ძვირი და ყველაფერი იყო ბევრად უფრო ნაკლები ხარისხის. აი ეს არის რაც ყველაზე მეტად აღიზიანებს იმ ხალხს, რომელსაც ჩვენ საერთოდ ვაღიზიანებთ. თანასწორობის იდეა. თანასწორობის იდეა არ მოწვევთ. თანასწორობის იდეა ის კი არ არის, რა თქმა უნდა, მაინც იქნება ყოველთვის ვისაც მეტი შემოსავალი და ვისაც ნაკლები, მაგრამ იმაზე უნდა იყოს ეს დაფუძნებული, ვინც მეტს იშრომებს და ვინც ნაკლებს და არა იმას, ვის რაღაცა შეძველი დროიდან ნაძარცვია რაღაცა შერჩა. გამოდიან ტელევიზორში და იძახიან, რომ თურმე იმ ხალხს, ვისაც ბევრი ფული არ აქვს, არაფერი არ ესექმება პოლიტიკაში, ესე იგი არც უნდა აირჩიონ, არც უნდა დანიშნონ და არც არჩევნების თვალ მივა კიდევ უფრო უკეთესი. ჩემი მთავრობის წევრების აბსოლუტური უმეტესობა არიან ძალიან ღარიბი ოჯახებიდან და ვერც არც არაფერი არ გაუკეთებიათ მთავრობაში ყოფნით. მე შეგახსენებთ, ეგ თბილისში ოპოზიცია დაირაზმა და გადაწყვიტეს, რომ ყვარელში ჩამოსულიყვნენ ყვალნობის დღეს ზურაბადეიშვილის სახლთან ჩაეტარებათ მიტინგი. ოღონდ ერთი პრობლემა ჰქონდათ, ვერ იპოვეს ზურაბადეიშვილის სახლი. რატო? იმიტომ რომ ეძებდა ყველაზე დიდ და მდიდრულ სახლს თავის ტვინით. აბა ეხლა სხვანაირად როგორ შეიძლება წარმოედგინოთ? და აღმოჩნდა რომ ერთ-ერთი ყველაზე გაუბედურებული სახლი გაუბედურებული არა ხარ მინდა მამამის ვაწყენიო, მაგრამ ნუ ისე რა ყვარელში. ხო და აი ეს არის განსხვავება ჩვენსა და მათ ფსიქოლოგიას შორის. აი იმიტომ არ შეიძლება მაგათი არასოდეს უკან მოშება არსად. იმიტომ რომ მათ აღიზიანებთ იდეაც კი რომ შეიძლება იყო მთავრობაში და ფული არ გააკეთებს, მაგრამ პოლიტიკული მუმიები უკან ბრუნდებიან მხოლოდ მუმიებზე გადაღებულ საშინელებათა ფილმებში. და ჩვენ გვინდა ნორმალური ხალხი. და რაც თავარია, ჩვენ ყველამ უნდა გავუხსნათ ახალგაზრდობას გზა იმისათვის, რომ ისინი აღარასდროს აღარ დაბრუნდნენ და აზრადაც არასდროს არ გაივლონ, რომ როდესმე შეიძლება უკან დაბრუნება ხელახლა გაძარცვა. იმიტომ რომ მათი დაბრუნება ჩემთვის დიახაც არის უშუქობა. მათი დაბრუნება დიახაც არის ესეთ საავადმყოფოები კი არა, დანგრეული, დალეწილი, განადგურებული ჯიბეში ფულის ჩადებით. მათი დაბრუნება ეს არის ყოველდღიური ძარცვა. მათი დაბრუნება არის უგზოობა. რა თქმა უნდა, თქვენი ახსნა რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან მაგარი ხალხი ცხოვრობს მართლა აქაურობაში. ხალხი რომელიც არის 7 მომთბენი, მაგრამ ყველაზე შრომის მოყვარე, ყველაზე კარგი იუმორის გზნობით. სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა ხელმისაწვდომი დაზღვევის აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება. მოსახლეობის ნახევარზე მეტს უკვე აქვს დაზღვევა და დიდ ნაწილს ყველა დანარჩენსაც ექნება შესაძლებლობა, რომ ან უფასო დაზღვევა მიიღოს სახელმწიფოდან, ან მაქსიმალურად ხელმისაწვდომი. და ზოგადად კი არ არის დაზღვევა რაღაც ფორმალურად.
დაზღვევა, რომელიც ფარავს ყველაფერს. რომ ადამიანს რაც უნდა დაემართოს, ვიცით რომ 5 წლამდე ბავშვი ყველამდე მთლიანად გადაფარულია, ყველა პენსიონერი წლევანდელი წლიდან მთლიანად გადაფარული იქნება, ყველა სოციალურად შედარებით დაუცველი მთლიანად გადაფარული იქნება და ეს არის ისეთივე გადაფარო, როგორც ადრე მარტო ერთ ქუჩაზე მცხოვრებ ადამიანებს ჰქონდათ და ისიც არ ჰქონდათ კიდე ამ დონის როგორც ახლა. ესეც არის თანასწორობის იდეა. ვაშენებთ ახალ ჯანდაცვას, ევროპული დონის ჯანდაცვას. ნიშნავს ეს პირველ რიგში ხელმისაწვდომობას გეოგრაფიული თვალსაჩინით. მეორე პრობლემა, რომელიც ასევე ერთად უნდა გადავწყვიტოთ, ეს არის მთავარი პრიორიტეტი დღეს ჯანმრთელობის რეფორმის, ეს არის ფინანსური ხელმისაწვდომობა, რომ თითოეული ოჯახისათვის გახდეს ხელმისაწვდომის ლაბორატორიული, ის ამბულატორიული თუ სტაციონარული მომსახურება, რომლის მიღებას დღეს უკვე ყვარლის ახალ საავადმყოფოში შეიძლება. დღესვე მიხეილ სააკაშვილმა სამედიცინო სფეროში შეტანილი წვლილისათვის საპრეზიდენტო ბრწყინვალების ორდენით აკადემიკოსი ნოდარ ყიფშიძე დააჯილდოვა. საქართველოს ტრადიციები, საექიმო დინასტიების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ღირსეული წარმომადგენელი, ერთ-ერთი დინასტიას, რომელსაც მიესალმე მე ძალიან არ მიყვარს დინასტიები პოლიტიკაში ან ბიზნესით საკამათოა, მედიცინაში, მეცნიერებაში ეს მართლა ძალიან დიდი რაღაცაა. ჩვენ გვყავდა ესე ფიფიები, ტატიშვილები, ყიფშიძეები და მართლა ძალიან ბევრი საინტერესო წარმომადგენელი შეეცინეს ამ ჩვენმა სამედიცინო დინასტიებმა საქართველოში მედიცინის დარგს. ასეთი შესანიშნავი საავადმყოფო როგორც ეს არის. შესანიშნავი მხრივ რომ ასეთ პატარა ქალაქში თითქმის სოფელი იყო და ახლა ქალაქი გახდა. რომ აი თქვენ ბედნიერი უნდა იყოთ რომ იწვევთ მუშაობას. ნამდვილად მე მსურს ეს რომ რა პირობებში მე მუშაობდი და რა პირობებში ახლა ეს ახალგაზრდები მუშაობ. ყვარლის საავადმყოფო უკვე მე-6 დაწესებულებაა, რომელიც სადაზღვევო კომპანია იმედიელმა ააშენა. წლის ბოლომდე კომპანია კიდევ 4 საავადმყოფოს აშენებას გეკნოს. მთლიანობაში ეს უკვე 29 სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც ქვეყანაში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გაიხსნა.